გამარჯობა. დღეს ერთად განვიხილოთ რეალურად რა შეა განსხვავება და როგორ შევარჩიოთ სწორად საბურავი ბიუჯეტის მიხედვით, ისე რომ უსაფრთხოებაც არ დავკარგოთ და ხარჯით მაქსიმალურად შევამციროთ. როცა პრემიუმ საბურავზე ვსაუბრობ, უნდა ვიცოდეთ, რომ ფასი არ ნიშნავს მხოლოდ ლოგოს ან პოპულარობას. პრემიუმ საბურავში გამოიყენება თანამედროვე ნაერთები, ინოვაციური ტექნოლოგიები და ის გადის ბევრად მეტ ტესტირებას ვიდრე ბიუჯეტური. მაგალითად, მიშელინში გამოიყენება ისეთი მაღალტექნოლოგიური ნაერთები, რომლებიც სვეტის ოპტიმიზაციას და გაუმჯობესებულ მოჭიდებას უზრუნველყოფს, რაც ფასიდან გამომდინარე არ ხდება ბიუჯეტური საბურავის შემთხვევაში და ეს ყველაფერი პირდაპირ მოქმედებს ეფექტურობაზე. პრემიუმ კლასის საბურავი სულ გზაზე ხშირად 1.5 2 მეტრით მოკლე დამუხრუჭების მანძილს იძლევა. ეს მანძილი კი შეიძლება იყოს სხვაობა ავარიასა და უსაფრთხო შეჩერებას შორის. მაგალითად, მიშელინის და ბრიჯსტოუნის უახლესი ტესტები აჩვენებს, რომ მათი საბურავი სველზე დაბერძეთ 15%-ით უფრო სწრაფად აჩერებს ავტომობილს, ვიდრე საშუალო კლასის საბურავი. ასევე მოულოდნელი მანევრირებისას პრემიუმ კლასის საბურავი ბევრად უკეთ ინარჩუნებს სტაბილურობას. სტატისტიკა ამბობს, რომ მიშელინის და ბრიჯსტოუნის საბურავები 73%-ით ამცირებს ავარიების შედეგს, რაც წელიწადში დაახლოებით 125 ინციდენტით ნაკლებს შეადგენს თითო ავტომობილზე. პრემიუმ ბრენდებში ძალიან დიდი ყურადღება ექცევა აკუსტიკურ კომფორტს. ზოგიერთი მოდელი სპეციალური sound absorbing კაფითაც კი არის აღჭურვილი. ბიუჯეტური საბურავები როგორც წესი მეტ ხმაურს ქმნის, რაც განსაკუთრებით იგრძნობა მაგისტრალზე ან მაღალი სიჩქარისას. ბრიჯსტოუნის და მიშელინის საბურავების ხმაურის ინდექსი როგორც წესი მნიშვნელოვნად უფრო დაბალია საშუალო და დაბალ ბიუჯეტიან ბრენდებთან შედარებით. 4-6 დეციბელით უფრო ხმაურიანია ჩინური საბურავები. ხმაურის ინდექსში 3 დეციბელიანი სხვაობაც კი ადამიანის ყურით ორმაგი ხმაურის მსგავსად აღიქმება. ამიტომ მიშელინისა და ბრიჯსტოუნის საბურავები დაახლოებით 2-4-ჯერ უფრო მყუდროა, ვიდრე იგივე ზომისა და კლასის საშუალო ან ბიუჯეტურ საბურავებთან შედარებით. პრემიუმ საბურავი ევროპის მაგალითზე საშუალოდ 100%-ით მეტ გარბენს იძლევა, ვიდრე მისი იაფი ალტერნატივა. საბოლოო ჯამში კი იაფად ნაყიდი საბურავი შეიძლება უფრო ძვირი დაგიჯდეთ, ან და ორჯერ სწრაფად გექნება შესაძლებელი. შუალედური ბრენდები, მაგალითად პეტლასი. ხშირად იდეალური არჩევანი შეიძლება იყოს მათთვის, ვინც ბიუჯეტსაც უყურებს და უსაფრთხოებასაც. ევროპის მაგალითზე დაყრდნობით, პეტლასის საბურავის გარბენი ბიუჯეტურ სეგმენტთან შედარებით 30-40%-ით მეტია, რაც საბოლოო ჯამში კომფორტულ უპირატესობას გვაძლევს ფასის 1 კილომეტრთან შედარების შემთხვევაში. შუალედურ ფასში პეტლასის საბურავი ქმნის მაქსიმალურ უსაფრთხოებას. თუ უსაფრთხოება, გრძელვადიანი ეკონომია და კომფორტი პრიორიტეტია, მაშინ პრემიუმი ყოველთვის ჯობს. მაგრამ თუ ქალაქში დაბალი გარბენით და ნაკლებად ექსტრემალურ პირობებში დადიხართ, მაშინ სწორად შერჩეული შუალედური ან ბიუჯეტური საბურავი შეიძლება იყოს გამოსავალი. ერთი რამ აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ საბურავი ეს თქვენი უსაფრთხოების პირველი ზღვარია გზაზე. ეს იყო ექსპერტ ბაითეგეტა, შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.